თუ გაინტერესებთ თქვენი გვარის ისტორია და თუ გაინტერესებთ თქვენი დედის, ბებიების და საერთოდ ქართული გვარების ისტორია და თუ გაინტერესებთ თქვენი საამაყო წინაპრების თავგადასავალი, უყურეთ საერთო კლუბის აქვს YouTube-ზე ლევან ბერაიას ავტორო გადაცემა. გვიყურეთ, გამოგვიწერეთ, გამოგიზამეთ ცნობები და ლეგენდები თქვენს გვარზე და ჩვენ დავამატებთ ჩვენს კოლეგებს. ერთად გავაძლიეროთ ქართული გვარები და საქართველო. გამარჯობათ მეგობრებო, ვაგრძელებთ ჩვენს გადაცემებს საქართველოს ისტორიულ გვარებზე. რატო ისტორიული? იმიტომ საქართველოში ყველა გვარი ისტორიულია, ვინაიდან თითოეული გვარის წარმომადგენელი იღებდა მონაწილეობას ამ ქვეყნის აღშენებლობაში. ჩვენ გახლავართ საქართველოს საერთო კლუბის წევრები, მე გახლავართ ლევან ბერაია, ამ გადაცემის ავტორი და წამყვანი, რომელიც გადის YouTube არხზე და საერთო კლუბის ეგიდით. ჩვენ ვართ საერთო კლუბის წევრები ვართ. ჩვენი კლუბი არის მონარქისტული კლუბია. ჩვენ მონარქისტულ იდეებს, ასე ვთქვათ, ესე იგი პოპულარიზაციას ვუკეთებთ. ძალიან ბევრს ცუდად ესმის სამწუხაროდ მონარქიას აიგივებენ ბატონყმობასთან და რაღაც წოდებრივ უთანასწორობასთან, რომელიც არის აბსოლუტურად სისულელეა და აბსოლუტურად არ შეესაბამება, ესე იგი სიმართლეს, ვინაიდან 21 საუკუნეში იმაზე ლაპარაკი, რომ ვიღაცის ბატონი იქნება და ვიღაცის ყმა იქნება, არის აბსურდი. ჩვენ სახალხო კონსტიტუციური მონარქიის ხაზის გამყარებლები ვარ და გვინდა რომ საქართველოს დამყარდეს სახალხო კონსტიტუციური მონარქია, ვინაიდან ჩვენ მეფეს მოვიაზრებთ როგორც მომრიგებელ მოსამართლეს, რომელიც მხარი არ იქნება, არც ერთი პოლიტიკური პარტიის კუთვნილება არ იქნება, ასე თქვა დღეს ნებისმიერი პრეზიდენტი არის მხარეს წარმოადგენს. მხარია და არა დაუშვათ ერის ეს რეალურად ასია. ჩაიხედეთ თქვენს გულებში და გაანალიზეთ თუ ასე არ არის და მეფე კუთვნილება არ იქნება არც ერთი პარტიის და ეს იქნება ყოველთვის შერიგების და გაერთიანების მომხრე იქნება. ეს ერთი. და მეორე, ახლა თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ ევროპის 12 სახელმწიფო, სადაც არის ესე იგი მონარქიული სახელმწიფოებია, ან დაუშვათ ესპანეთში, ან ინგლისში, ეს ორი ქვეყანა განვიხილოთ, ან დაუშვათ ჰოლანდიაში. ბატონყმობა არის სათხედავთ ბატონყმობას ან სათხედავთ ჩაგვრავს, დაუშვათ ვიღაც გრაფი ჩაგრავდეს, დაუშვათ სისულელეა და ამას შეეშვით დაანებე თავი. ჩვენი მიზანი სხვა რაღაცაა. ჩვენი მიზანია ერის გამთლიანება და გაერთიანება, რომელიც მხოლოდ მეფე შეუძლია, იმიტომ რომ მეფე არის მირონცხებული და ღვთივკურთხეულია. და ჩვენ შეგვაწყვეტინეს სამწუხაროდ 1000 წელზე მეტი ისტორია გქონდა, ჩვენ გავაჩნდა ჩვენს ბაგრატიონებს, ჩვენს ღვთივკურთხეულ საგვარეულოს, რომელსაც 14 წმინდანი მეფე ყავდა. 14 ადამიანებო, ეს ცოტა არ არის და ძალიან ბევრი. ხო და ამიტომ ეს მოკლე პატარა ის გავაკეთე იმ ხალხისთვის, ვისაც არ ესმის რა არის და რისთვის ვიბრძვით ჩვენ. გონიათ რომ ჩვენ რაღაცა ტიტულების და მამულების დაბრუნება გვინდა და რაღაცა და ვიღაცას დავჩაგრავ და რაღაცა სისულელი ამაზე ლაპარაკიც კი ზედმეტია და ეს ღიმილზე რომელიც ეს ხარხარის ხასიათზე დგები ხოლმე ხანდახან ვიღაცა რაღაც სისულელეს რომ ეთქვის და სულელურ რაღაც იმას რომ დამიდებს წინ რაღაცა ბაპატიეთ და გადავიდე ესე დაუბრუნდე ჩემს გვარებს, მიჩვენია ახლა მე რატო ვთქვი, იმიტომ რომ ჩემი პირველი ორი წიგნი თავადაზნაურთა გვარებს შეეხება და თავადაზნაურ გვარები განვიხილე და ძალიან ბევრი მეკითხება რატო თავადაზნაურ გვარებიო? იმიტომ თავადაზნაურ გვარები, რომ თავადაზნაურ გვარებზე უფრო მეტი ინფორმაცია შემონახული, ვიდრე დავუშვათ
სხვა გვარებზე რა და აქედან გამომდინარე ამან განაპირობა ეს იმიტომ რომ უფრო ადვილად ხელმისაწვდომი იყო თავადაზნაურ გვარებზე მუშაობა ვიდრე დაუშვათ არათავადაზნაურ გვარებზე. ამას ხელი არ შეუშლია იმისთვის რომ მე საკმაოდ დიდი მასალა მაქვს დღეს მოგროვებული 18000 გვარი არსებობს საქართველოში 18000 გვარი. ხა რო გითხრათ 18000-ვე მაქვს მეთქი ესე იგი დალაგებული უჯრებში არა მაგრამ რაღაც 4000 გვარი შესწავლილი მაქვს. თუ მეტი არა 4000 გვარი რომელიც საჭიროებს დალაგებას ალბათ ამაზე მუშაობ უკვე მე უკვე საკმაოდ დიდი ხანია და ალბათ მოვა ამის დროც როცა ესე იგი ჯერ მე 1982 წლიდან ვაგროვებ გვარებს 1982 წლიდან ეს კიდევ ბრეჟნევის დრო იყო გასულ იქიდან ვაგროვებ გვარებს და 2006-ში მივხვდი რომ უკვე რაღაცა მეჭირა ხელში და შემეძლო გავამეცა პირველი წიგნი. ასევე არის ნებისმიერი მომწიფება უნდა ნებისმიერ თემას მომწიფება როცა მივხვდები რომ მომწიფებულია უკვე და შეგიძლია გააჟღერო ან გამოსე ანუ ეს ელოდება თავის რიგს ელოდება ეს ყველაფერი. ძალიან ბევრი ჩემი გადაცემები საერთოდ მე აწყობილი მაქვს თქვენს წერილებზე მაქვს აწყობილი და იმ გამოხმაურებებზე რა გამოხმაურებების თქვენგან მოდის. საბედნიეროდ უფრო მეტი დადებითი ისინი მოდის საფია თქვენგან პასუხები და ისინი ვიდრე დავუშვათ უარყოფითებიც არის რა თქმა უნდა ამის გარეშე არ შეიძლება. მაგრამ უმეტესობა პოზიტიურადაა განწყობილი ამ ყველაფრისადმი და ჩვენ ძალას და ენერგიას გვუმატებს, იმიტომ რომ როცა ესე იგი ადამიანი ინტერესდება თავის საკუთარი გვარით, შენ ფიქრობ, შენ გძნობ, რომ ესე იგი ვიღაცისთვის საჭირო ხარ, ვიღაცას ჭირდები. ჭირდები იმიტომ კი არა, რომ შენ რაღაც თავი გამოიჩინო, რომ აი მე ვარ ლევან ბერაია და მე რა გავაკეთე, ამიტომ არა მე ამიტომ არ ვაკეთებ, არც არასოდეს არ გამიკეთებია, ჩემი წარმოჩენისათვის რაღაცა საქმე არ გამიკეთებია, მე მინდა საქმე გავაკეთო მინდა, საქმე, იმიტომ რომ მე ნამდვილად ასე ფიქრობ, ნამდვილად რომ ადამიანს არ უნდა დაავიწყო თავის საკუთარი ისტორია არ უნდა დაავიწყო. პირველ რიგში შენ საკუთარი გვარი უნდა იცოდე, შენი წინაპრების ისტორია უნდა იცოდე, ეს თუ იცი, ამას თუ შეუნახავ შენ შვილებს, შენი შვილი შეუნახავს თავის შვილს, თავის შვილს და ასე და იმას შევინარჩუნებთ იმას რაც ესე იგი ჩვენო წინაპრებმა დაგვიტოვეს კაცო. და ეს მე მგონი ცუდი არ არის, ჩვენ ისტორია არ გვაქვს ისეთი ცუდი ისტორია რომ დავუშვათ ვიღაცისგან დამარული გქონდეს პირიქით, ისეთი ისტორია გვაქვს, ამით ვამოყობთ კიდე და წაბახობთ კიდეც ამით. ეხლა რაც შეეხება გვარებს და წერილებს, რაც ესე იგი ერთი წერილი მინდა გაგაცნობთ რა, ეს არის ძალიან სასაცილოა და მე მაგრამ ვიხალისე ამ წერილზე და ძალიან პოზიტიურად განვწყვი ამის ავტორის მიმართ, იმიტომ რომ ადამიანს რომელსაც იუმორის ზნობა გააჩნია, ის ადამიანი არ შეიძლება ბოროტი იყოს, ის პირიქით ის ადამიანს ესე იგი სიცილი, ღიმილი იწვევს ძალიან დადებით ემოციებს იწვევს, საერთოდ აი რაც წერს ერთ-ერთი მეტრეველი რომელსაც მივწერე, მაგრამ ეთქობა ვერ მივიდა ადრესატამდე და თან მინდა გითხრათ, რომ მეტრეველები ნათესავები ყავს. ანუ ორმაგაც დაინტერესებული უნდა ყოფილიყავი ამით და მე-10 გადაცემაში მასთან ველაპარაკა მეტრეველებს, მაგრამ ესე მოხდა, რომ 99 გადაცემაში ვიწევს ახლა მეტრეველებზე საუბარი. აი რა მომწერა, გაწყენინე 3 მეტრეველებმა მართლა 3000 წელზე მეტია გელოდები და იქნებ დაგადგეთ საშველი. ზოგ გვარზე სამჯერ გიდევთ უკვე ინფორმაციო და ჩემზე ერთხელ მაინც თქვა. ეხლა მინდა რომ თქვა მეტრეველებზე და შემდეგ ესე იგი თუ დაგაინტერესებთ, შემიძლია აი ეს წერილობით სახით გადმოგცეთ თუ მომწერთ, ესე იგი მესენჯერში თუ მომწერთ თქვენს ესე იგი მეილს.
წარმოშობა და სახელწოდება მეტრეველების გვარის სახელწოდება უკავშირდება რაჭის სოფელ მეტრევს, დღეს ნასოფლარია ონის რაიონში უწერასთან. შესაბამისად, მეტრეველი თავდაპირველად აღნიშნავდა მეტრევიდან გამოსულს. არსებობს ხალხური თქმულებაც, რომლის მიხედვით სახელწოდება მომდინარეობს სიტყვიდან მრევი, მრეველი, შემომრევი. უწერაში სამი ძმა ბატოობდა, ეს მე ერთ იმას გიყვებით ახლა რა ქვია ეს თქმულება, სადაც მეტრეველების გვარში ეს გავრცელებული. მათთან მივიდა გლეხი სამუშაო სათხოვნელად. ბატონება 3 წლით ესე იგი მისცეს, მიწა მისცეს სამსახურისთვის, გლეხმა კეთილსინიერად იმუშავა, მაგრამ როდესაც გასამჯელო მოითხოვა ბატონება მოტყუება სცადეს. განსხვავებულმა გლეხმა ისინი მოკლა და მამულს დაეპატრონა. ხალხმა მას მეტრეველი უწოდა, ანუ ბევრის მომრევი. პირველი ისტორიული ცნობა ამ გვარის შესახებ განეკუთვნება მე-17 საუკუნეს. სადაც სამელახოს დავთარში არის მოხსენებული, ესე იგი გარეჯვარში მეტრეველი ერთი საკომლოო, რა ესე წერია იმაში. ეს რომ ადასტურებს, რომ გვარი უკვე მე-17 საუკუნეში არსებობდა და დაკავშირებული იყო გარეჯვრის, ესე იგი მასთან რა ქვია მაგას ადმინდობარეობასთან. მე-18 საუკუნეში მეტრეველები აქტიურად ჩნდებიან სამსაბუთეებში, უკვე სასიხლის სიგელებში, ესე იგი იმაში არზებში და ესე იგი ოქმებში. 1780 წლის 6 ივნისი ერეკლე მეორის ოლქში ნათქვამია. გუშინ მოგახსენეთ, რომ და დედისაგან მეტრეველის ცოლისაგან გახლავს ჩემი ძმა სნეული და მიბრძნეთ, რომ შენს ძმას დააყენე ესენი მარჩინეო და ამათაც თავი დაიდღვეს. ანუ ისაო რა მოვარჩენთო, ვიღაცა იმაზეა ლაპარაკი, ვიღაცა სნეულია და ეს სნეული დაასნეულა თითქოს მეტრეველმა, მეტრეველის ცოლმა და ესე იგი მე შეპირდნენ, რომ ესე იგი ამას მოვარჩენთო. 1799 წლის 9 აგვისტოს საბუთით მეფე გიორგი მე-12-ის განჩინება ხერხეულიზისა და თათაკაშვილის მამულის საქმეზე. 4 გლეხი ლაცაბიძე აღათანგი თვით თაქთაქიანი ფიძეთ უკუითხოვა და მოფიცად შეუგდო. მეტრეველის სესია, პაპუნა, ბითაძის სესია და ჯაყელი. მეტრეველსა და ლაცაბიძისაგან მოფიცრად ერთი უნდა იშოვოს და ბითაძის და ჯაყელისაგან ერთ-ერთი მოფიცრად უნდა იშოვოს. ეს ამოთი ცხადყოს მეტრეველების მონაწილეობას სხვა სასამართლო საქმეების განჩინებებში და საქმეების გარჩევებში ესე მონაწილეობაზე. მე-13 საუკუნის დოკუმენტებში მეტრეველები აქტიურად ფიგურირებენ როგორც საგლეხო სასამართლოებში, ასევე სამთო ინდუსტრიულ აღარ საქმეებში. ჩვენ მოვიძიეთ 1353 ფონდში რამოდენიმე საბუთი მოვიძიეთ და მინდა წარმოგიდგინოთ ახლა ეს საბუთი. პირველი განეკუთვნება 1850 წლის მარტს სენატის მე-4 დეპარტამენტი იხილავს მამუკა მეტრეველის მიერ თავად ჯაფარიძის მამულიდან გათავისუფლების საქმეს. ესე იგი აქ გაგამოდის, რომ ესე იგი მეტრეველი თავად ჯაფარიძის ესე იგი მამულში მიმაგრებული ადამიანი იყო და ითხოვდა განთავისუფლებას. ანუ განთავისუფლება ხდებოდა მიწასთან ერთად ხდებოდა განთავისუფლება, საერთოდ რო იცოდეთ და ესე იგი ამასთან დაკავშირებით იყო დავა სენატის მე-4 დეპარტამენტში. 1666 წლის 6 ივლისი სენატის მე-3 დეპარტამენტი განიხილავს რაჭის სოფელ სხვავას მკვიდრთა, მათ შორის დავით მეტრეველის საქმეს აზნაურ კიკოშვილების მფლობელობისგან გათავისუფლების შესახებ. ესეც იგივე მისი შინაარსის საბუთია. 1890-1893 წლების საბუთებით ვაჭრობისა და მრეწველობის სამინისტროს სამთო დეპარტამენტში ქუთაისის გუბერნიის მოსახლეთა, მათ შორის მეტრეველთა მოთხოვნა მიწის გამოყოფის თაობაზე. ეს პერიოდია, როცა ნადელები გამოუყვეს, ესე იგი გლეხებს და ამასთან დაკავშირებით მეტრეველებმაც წარადგინეს ეს განცხადება ამ ნადელების, ანუ მიწის გამოყოფის თაობაზე. სოციალური ფენა მეტრეველების იყო, ესე იგი აზატები იყვნენ.
იყვნენ აზატები, ეს აზატი იყო თავისუფალი გლეხები, თავისუფალი ბოლონი, თავისუფალი არავინ არ იყო საქართველოში, ყველას თავისი რაღაც ვალდებულებები ჰქონდა ბეგარის და ღალის სახით, მაგრამ ეს იმას ნიშნავდა, რომ ძალიან ბევრი ბეგარისგან იყო თავისუფალი იყო გადაჯერისდაც ბევრს არაფერს არ ეხდიდნენ გლეხები 3-დან 10%-მდე იყო მათი წლიური შეიმისა რა გადასახადი და აქედანაც ძალიან ბევრ რაღაცაზე რომ ამოყვეთავდნენ, ესე იგი ამითი ბატონი ან მეფე წყალობას უწევდა ამა თუ იმ გვარის და ამა თუ ოჯახის წარმომადგენელს. ძალიან ბევრი ვერ გებულობს ამას და ეს გათავისუფლება გადასახადებისგან გათავისუფლება გონია რომ ესე იგი გამოიყვანა გლეხთა კატეგორიიდან და აზნაურთა კატეგორიაში გადავიდა. ეს არ არის სწორი. ისინი უბრალოდ აზატდებოდნენ, თავისუფალი გლეხები ხდებოდნენ და იმ წოდებაში ჩებოდნენ, რა თქმა უნდა, რა წოდებაშიც იყვნენ. რაც შეეხება სასულიერო სფეროს, აქ ძალიან მკაფიოდ და ძალიან ისე ჩანს ამ გვარის მეტრეველების გვარის მოღვაწეობა. მე-19 საუკუნეში მეტრეველთა გვარში 34 სასულიერო პირი არის ცნობილი. ისინი მსახურობდნენ რაჭაში, ასევე ქართლში, იმერეთში და სხვადასხვა იმ მესხეთ-ჯავახეთში და სხვადასხვა რეგიონებში. ახლა აქედან 34-ს მე ვერ გაგაცნობთ, მაგრამ მინდა ყველაზე ძველები მინდა გაგაცნობთ რა, აი მიქაელი 1809-1814 წლები. ეს იყო წმინდა გიორგის ეკლესიაში მსახურობდა, ზაქარია შიოსძე 1818-1857 უწერას ღვთისმშობლის ეკლესიაში. კირილე კაციას ძე 1815-1867 ქორთისა და სხიერის ეკლესიები. მაქსიმე კირილეს ძე 1850-1870 სომიწო და სხიერი. კირილე ზაქარიას ძე ღები და უწერა 1851-1892. პეტრე ზაქარიას ძე 1862 გლოლის წმინდა იოანე ნათლისმცემლის ეკლესიაში მსახურობდა. ასე რომ აი ძალიან ბევრი გვარი ძალიან ბევრი წარმომადგენელი ამ გვარისა სასულიერო პირები იყვნენ. ერთ-ერთი 1906 წლის 9 აგვისტოს მითი ოკეი მაგას განცხადებით თუშეთის წმინდა ნიკოლოზის ეკლესიის მღვდელმა დიმიტრი მეტრეველმა ითხოვა კავკასიიდან, ესე იგი იმპერიის სხვა მხარეში გადაყვანა. ესე რამ განაპირობა ეს ძალიან საინტერესოა, იყო თავის საკუთარ სახლში იყო, ასე თქვა, კავკასიაში იყო და იმპერიის სხვა კუთხეში გადამიყვანეთ სამუშაოთო. ეს ნათლად ესია, ნათლად აჩვენებს მეტრეველთა აქტიურ როლს ქართული ეკლესიის ცხოვრებაში. მე-20 საუკუნის დასაწყისში მეტრეველები კვლავ მღვდელმსახურები იყვნენ, ბევრი რამოდენიმე სხვადასხვა დარგში მოღვაწეობდნენ, აი მეტრეველი, როინ მეტრეველი მე-20 საუკუნის ერთ-ერთი უდიდესი მეცნიერი, რომელმაც მთელი ეპოქა შექმნა, დღეს ხელმძღვანელობს მეცნიერებათა აკადემიას, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიას, არის არაჩვეულებრივი პიროვნება და დიდი ადამიანი, დიდი პიროვნება. კიდე იყო მეტრეველი სოფლის მეურნეობის აკადემიის პრეზიდენტი და ძალიან მრავალი მეტრეველი დღესაც აქტიურად მოღვაწეობს სხვადასხვა სფეროებში და მინდა აქედან მოვიფერო ყველას და აქედან მოვიკითხო ყველა მეტრეველი, იმიტომ რომ მეტრეველებთან ჩვენ გასაკუთრებული რაღაც დამოკიდებულება გამაჩნია დღესაც კი. ესე იგი დასკვნა რო გავაკეთოთ, ხა მეტრეველები ერთ-ერთი უძველესი ქართული გვარია, რომლის არსებობა საბუთებით დასწრდება მე-17 საუკუნიდან. მე-18-მე-19 საუკუნეების სამეფო ოქმისა და სენატის საქმეებში ისინი ფიგურირებენ როგორც აზატები, ანუ თავისუფალი გლეხები, რომლებიც სხვადასხვა სასამართლო სამეფო საქმეებში მონაწილეობდნენ, განხილვებში მონაწილეობდნენ. მე-19-მე-20 საუკუნეებში მეტრეველთა გვარმა განსაკუთრებული კვალი დატოვა სასულიერო ცხოვრებაში, მხოლოდ მე-19-მე-20 საუკუნეებში 30-ზე მეტი მღვდელი და მედავითნე იყო ცნობილი. მეტრეველთა ისტორია ნათლად ასახავს ქართული ფეოდალური ყოფის და მე-19 საუკუნის სოციალური გარდაქმნების პროცესს.
ხოლო მათი განსახლების არეალი რაჭიდან ქართლსა და იმერეთამდე გვარს მთელ საქართველოში გავრცელებულ გვარად წარმოაჩენს. ეს იყო სული, რაც უნდა მეთქვა მეტრეველების შესახებ და ისევ ვიმეორებ ჩემთვის უცნობი მეგობარი, რომელმაც ეს მომწერა თუ შემეხმიანება მე ამას გადავუგზავნი მას. ეხლა რაც შეეხება დანარჩენ გვარებს, შეუდგეთ ნელ-ნელა გვარების განხილვას. მოკლედ ეს გამონაკლისის სახით მოგახსენეთ ეს, იმიტომ რომ აი ამ ადამიანთან ცოტა რაღაც ხახულად გზნობდი თავს, როგორც ჩანს, გამოდენიმე ხანი ესე იგი წერდა უშედეგოდ, ჩვენ ვერ უპასუხეთ და ახლა რო არ მეპასუხნა, არაფერ შეიძლება. მინდა გაგაცნოთ ელიოზიშვილების ღვთივკურთხეული გვარი. ეს არის ძალიან დიდი გვარია, ძალიან ისტორიული გვარია და ძალიან საინტერესო გვარია. იმიტომ რომ ელიოზიშვილები იყვნენ ელიოზიდან მოდიან, ანუ იმ ელიოზიდან, რომელიც სიდონიას ძმა იყო, რომელმაც ქრისტეს კვართი ჩამოიტანა საქართველოს მცხეთაში და შემდეგ თქვენ ეს ისტორია იცით, სიდონიამ ჩაიკრა გულში ეს კვართი და აღესრულა კვართთან ერთად. აი აქედან სწორედ ამ ელიოზიდან იღებს სათავეს ელიოზიშვილთა გვარი. აზნაური გვარი ქართლში, ესე რა კიდე მე ხო იმას წეღან მინდოდა მეთქვა, ეს მე ამონარიდი ჩემი წიგნიდან, რომელიც 2017 წელს გამოვეცი, იქიდან ამონარიდს ახლა რასაც ახლა მე თქვენ წაგიკითხავთ, 70% არის ჩემი წიგნიდან ამონარიდი. ანუ მე ეს არავისგან არ მისესხებია, არავისგან არ უშუალოდ რაღაცა, ეს არის ჩემი ნაფიქრი და ნამუშევარია, რომელიც 1992 წლიდან საქმეზე ვარ და ამ საქმეს ვემსახურებდი და ძალიან ბევრი გვარის ისტორია მაქვს უკვე მოძიებული და ასე თქვათ შესწავლილი. გავაგრძელოთ, ესე იგი ვახუშტი აღნიშნავს, ხოლო ზედგინიძე, სააკაძე, ელიოზიშვილი ამათგან გამთავრებული ესრეთ, რომელიმე ამაღლებონ და რომელიმე დამდებულებულა ჟამთა ცვლილებებს, ანუ გააკეთა ძმათა. ქვემო ქართლის მემამულე საკათოლიკო აზნაურები, მოურავები, სვეტსხოლის მამულების მოურავები წეროვანში და გოროვანში. 1714 წლის სასწავლებლების წიგნში მოხსენებულია ზაალ ელიოზიშვილი. 1700 წელს მოხსენებულია ოქროვა გელიაშვილი და ელიოზიშვილების გლეხი მეტეხიდან. 1797 წლის 7 დეკემბრის დათარიღებულ დოკუმენტში მოხსენებულია ელიოზიშვილი, ნინია აზნაური, ნიკოლოზ ელიოზიშვილი, ნაზირი კათალიკოსისა ანტონ მეორისა. გარდაიცვალა 1857 წელს. ხმათ მოხუცებული ამჟამად საქართველოში 154 ელიოზიშვილი ცხოვრობს. ეს ძალიან ცოტაა. ეს გვარი იმსახურებს იმას, რომ იყოს ძალიან იმიტომ რომ აი იქიდან იწყება საქართველოში აი ქრისტიანული რაღაც იდეოლოგიის და ერთ-ერთი უდიდესი სიწმინდე, სოფლიო მნიშვნელობის უდიდესი სიწმინდე, რომელიც სვეტსხოლში არის დაკრძალული, სწორედ ელიოზმა შემოიტანა, ანუ ამ გვარის წინაპრებმა შემოიტანეს. შემდეგი გვარი მინდა ილიზბარაშვილების გვარზე მინდა ესე იგი გელაპარაკოთ. აზნაური გვარია საქართველოში 1803 წლის წელს დავით ბატონიშვილს, რომელიც გადაასახლეს რუსეთში, ახლდნენ აზნაურები სიმონ გაბაშვილი, კარასმან ენაკოლოფაშვილი და გიორგი ელიზბარაშვილი. 1730 წელს ერთ-ერთ საბუში მოხსენებულია ელიზბარაშვილი გიორგი მამასახლისში. ამჟამად საქართველოში 2072 ელიოზიშვილი ცხოვრობს. ვერულიძე ქობულეთის ძველი გვარი წარმოშობით დიასამიძე და შტოდან ჩამოყალიბდა დაახლოებით მე-17 საუკუნეში ოსმალთა ბატონობის პერიოდში. ისტორიულად უბატონო მიწათმფლობელები იყვნენ, ინარჩუნებდნენ ერთიანობასა და ქართულ იდენტობას. დღეს ვერულიძები ძირითადად ქობულეთსა და ბათუმში ცხოვრობენ, ასევე თბილისში და სხვა რეგიონებში. ამჟამად საქართველოში 1327 ვერულიძე ცხოვრობს. ვაშნაძეები ფეოდალურ საქართველოში კახელი თავადები, კუჭავანისა და ორთავე გავაზის მოურავები. პლატონ იოსელიანის ცხოვრება მეფისა გრიგოლი მე-13-ში მოიხსენება ავაზ ვაჩნაძე.
დიდი ვაჟკაცი ამან მოკლა თოფით ჯუნგუთაი და დაღესტნელი, რომელსაც თავი მიართვეს მეფესა შემდგომად მიახურასა ომისა. ესენი ძველად იყვნენ სომეხთავე მეფეთა როსანი არტავაზის შვილად მოხსენებული მამუკიანთა გვართა, რომელიც პირველი იყვნენ მოსული კიტაის მხრიდან ვანსა შინა და სპასპეტნიცა სომეხთა მხედრობისა წესა ქრისტეს აქეთ 286 წელსა. ხოლო შემდგომად ამისა გარდამოვიდა კახეთსა შინა ამა ვაჩას შთამავალი ვარდან მამუკიანი და დაეშენა ხანაბსა შინა. ეს ახლა მინდა ეს ხშირად ვიმეორებ, ეს არის ივანა ბატონიშვილის რაღაც არ მინდა ცოტა ისე მოვხსენიო, მაგრამ ძალიან ბევრ გვარს სწორედ მიაწერს სხვადასხვა ადგილებიდან ჩამოსულს და შემოსულს, მაგრამ ძალიან კარგი რაღაც არის ეს გენეალოგიური კვლევები, გენეალოგიური კვლევა ათვინებს სხვა რაღაცას, რომ ეს ასე არ არის. კი არის ძალიან ბევრი გვარია შემოსულიც არის, რა თქმა უნდა, მიგრაცია ყოველთვის ხდებოდა და მოხდება კიდეც, მაგრამ ამის გადამოწმება, ერთ-ერთი გადამოწმება შეიძლება მხოლოდ გენეალოგიური კვლევის შედეგად. მიაკითხეთ, ჩვენ გვყავს ძალიან დიდი სპეციალისტები და ძალიან კარგი სპეციალისტები და ვისაც გაინტერესებს თქვენი გვარის ესე იგი სადაურობის ესე იგი გამოვლენა შეგიძლიათ რაღაც გარკვეული რაოდენობის გარკვეული საფასურად, თანხის საფასურად ესე იგი რამოდენიმე თვეში გექნება ზუსტი დიაგნოზი თუ გენეტიკურად ვის ჯგუფს განეკუთვნებით, სადაურები ხართ და საიდან მოდიხარ და ვის ენათესავებით, ესე შეგიძლიათ, ესე შეუძლიათ ესე იგი დაადგინოთ. შემდეგი გვარი, რომელიც მინდა გაგასვათ, ეს არის ვახვახიშვილების გვარი, ფეოდალური საგვარეულო კახეთში ძლიერი თავადური გვარი. კახეთში ფლობდნენ სხვადასხვა სახელოს, იყვნენ კალაურის მოურავები, კახეთის ბაზრიეთ უხუცესები, მამა გრიგოლი ვახვახიშვილი, ძე ბაზრიეთ უხუცესისა და მონაზონი დოდარქელის მონასტრისა მე-17 საუკუნის ცნობილი საეკლესიო მოღვაწე. ამჟამად საქართველოში 69 ვახვახიშვილი ცხოვრობს. ეს არის კატასტროფა. როცა ესეთ რაღაცები მესმის, ესე იგი ძალიან ცუდად მოქმედებს ჩემზე. ზალდასტანიშვილები, აზნაურული გვარი ქართლ და კახეთში. ზალდასტანიშვილი პატარკაცი, ასისთავის ზაური 1805 წელს მას დაბრალდა ალექსანდრე ბატონიშვილისაგან სპარსეთიდან გამოგზავნილი წერილების მიღება. ამ წერილებით ალექსანდრე ბატონიშვილი ქართულ თავადაზნაურობას მოუწოდებდა აჯანყებისაკენ. ამ დანაშაულისთვის ზალდასტანიშვილის ციციანოვის წარდგინებით ჩამოართვეს აზნაურის ღირსება და სამუდამოდ გადაასახლეს ციმბირში. ასეთი რაღაცები ხდებოდა, მაგრამ ეს მხოლოდ ეს უშუალოდ ერთ ზალდასტანიშვილს ეხება და არა ყველა ზალდასტანიშვილს. ამჟამად საქართველოში 152 ზალდასტანიშვილი ცხოვრობს, ეს დასანანია, როში ცოტანი არიან. ზუმბულიძეები არის აზნაური გვარია ქართლში, ძირითადად ცხეთაში ცხოვრობდნენ და ცხეთაში ჰქონდათ მამულები, ფლობდნენ მამულებს. ზუსტად ვიცი, ესე იგი რა მონაკვეთი მცხეთის რა მონაკვეთს ფლობდნენ ზალდასტანიშვილები და ვისაც გაინტერესებს, მე შემიძლია ამაზეც აგელაპარაკოთ კიდე. აზნაური გვარი ქართლში საკათალიკო აზნაურები იყვნენ 1791 წლის 20 აგვისტოს გოგია ზუმბულიძე მარზა მიართვა მეფე ერეკლე მეორეს. მცხეთისა და კოდმაში მამულები მაქვს. აი დასწრეს და აქედან ჩვენს მამულებს გარეშე კაცრი ხროვენი ბრძანება არა ქონდა და ღალას ვერავინ ვართმევდითო. ვინც ჩვენს მამულში ხნევდეს ღალა მამცენ. ესე იგი ვინც მამულში ჩვენს მამულსო ხნავსო ღალა მომცესო ღმერთმა გაგიმარჯვოთ. ამჟამად საქართველოში 299 ზუმბულიძე ცხოვრობს. აი ზედგენიძეების ესე ფესვებით მესხეთიდან მომდინარე ფეოდალური საგვარეულოა, რომელიც მე-12 საუკუნიდან იცნობენ. მათი სახელის ფუძეა ზედგინება, დასტური დამტკიცება. მე-15 საუკუნეში იოთამ ზედგენიძეს გმირულმა თავგაწირვამ მეფე გიორგი მერვე გადაარჩინა, რის შედეგადაც მისი შთამომავლობა ამილახვრების სახელოვან საგვარეულოდ იქცა. საუკუნეების განმავლობაში ზედგენიძეები და ამილახვრები სადუკაზე მნიშვნელოვან თანამდებობას იკავებდნენ. დღეს გვარის წარმომადგენლები ცხოვრობენ როგორც აღმოსავლეთის და დასავლეთ საქართველოში, ასევე ემიგრაციაში. ამჟამად საქართველოში 1004 შვილი ზედგენიძე ცხოვრობს.
ზოიძე ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული გვარია საქართველოში 92 ადგილზეა პოპულარობით დაახლოებით 6020 ადამიანი ფესვებით აჭარას და გურიას უკავშირდება სახელის ფუძედ ითვლება ბერძნული ზოი სიცოცხლეს ნიშნავს ზოის შვილი ზოიძეები ცნობილები არიან განათლებით და საგაზაფხულო საქმიანობით გვარს ყავს მრავალი გამოჩენილი წარმომადგენელი იურისტები ექიმები მეცნიერები პოეტები და გმირებიც კი 2014 წელს ჩამოყალიბდა ზოიძეების საგვარეულო მოკლედ რა და ცხოვრობს როგორც მოგახსენეთ 6020 ადამიანია თარხნიშვილები სათავადო სახლი ქართლის სამეფოში დამაარსებელია გიორგი სააკაძეშვილი იორამი რომელსაც როსტომ მეფემ მე-17 საუკუნის 30-იან წლებში სააკაძის საგვარეულო სამფლობელო აღუდგინა სხვა მამულებიც უბოძა და თარხნობა დაუმკვიდრა ამის შემდეგ იორამის შთამომავლებს თარხნიშვილები ეწოდებათ ისტორიულ საბუთებში ისინი ზოგჯერ მოურავიშვილებად და თახან მოურავებადაც იხსენიებიან აზნაურ სააკაძის და გვარის ამგვარი შესვლა მათი გათავადებას ნიშნავდა თარხნიშვილების სათავადო მოიცავდა თეზმის ახალქალაქს და დინის მიდამოებს ამჟამად საქართველოში 553 თარხნიშვილი ცხოვრობს თაქთაქიშვილები ფეოდალურ საგვარეულო სამცხეში ვაღუშტი ბაგრატიონი მთავართა და წარჩინებულთა შორის მოიხსენიებს ხოლო კვალათ მესხი ამილახორიშვილი დიასამიძე შალიკაშვილი თაქთაქიშვილი შემდგომად თათრობასა და ჩამოვიდნენ სამცხიდან თაქთაქიშვილები პირველად სამცხის თავადები იყვნენ მათმა წინაპარმა მაჰმადიანობა მიიღო და თაქ აღა უწოდეს თემურაზ მეფის დროს 1627 წელს თანამმართველობა მიიღეს და ნაწილი ცხინვალთან დასახდა იქიდან მოყოლებული მომდევნო გვარი თაქთაქიშვილი თავადად მიღებული ამათნის სახლი არიან ელიზბარიშვილები იოანეშვილები და სხვანი ქართლის თავადი ელიზბარ თაქთაქიშვილი 1765 წელს ცნობილი როგორც ერეკლე მეორის წინააღმდეგ მოწყობილი შეთქმულების მონაწილე ამჟამად საქართველოში 500 თაქთაქიშვილი ცხოვრობს თამზარაშვილში არაგერიოთ თამზარაშვილი აზნაურული გვარი არის იმერეთში სოლომონ მეორემ ბეჟანიკა წულუგიზის ჩამოვართვა ზემო მხარეშით ადგილ მამული სახლკარი გლეხები და 1809 წელს თავის ერთგულ აზნაურ ქაქიჩ თამზარაშვილს უბოძა ამჟამად საქართველოში თამზარაშვილის რაოდენობა ძალიან მცირეა და მისი სხვა ფაქტორი შეუძლებელია თედიაშვილები ბორჯომის გვარია რომელიც წარმოშობის ადგილად ბორჯომია მისახია მიჩნეული რომელიც მე-17 საუკუნიდან თედიან უბნის სახელით მოიხსენიება მე-18-მე-19 საუკუნის პოლიტიკური გადახრების გამო დროებით შიდა ქართლში გადასახდნენ თუმცა მოგვიანებით კვლავ ბორჯომში დაბრუნდნენ დღეს თედიაშვილები დაახლოებით 2000 ოჯახით ცხოვრობს საქართველოს სხვადასხვა კუთხეებში გვარს ყავს არაერთი გამორჩეული წარმომადგენელი მათ შორის ოლიმპიური ჩემპიონი და მსოფლიოს დონის მოჭიდავე და მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონი და არაჩვეულებრივი ადამიანი ლევან თედიაშვილი ამჟამად საქართველოში 1580 თედიაშვილი ცხოვრობს და ეს იყო ის ასე მე თქვა დღეს თქვენთვის გვარები გაგაცანით მეტრეველების წინაშე ჩემი ვალი მოვიხადე პირნათლად მოვიხადე მე მგონი რა ვიცი თუ უფრო ძირეული ისტორია აინტერესებს გვარის ძირეული ისტორია ამასაც რამენაირად მოვახერხებ ანუ არა ეს სხვა ოპერიდან არის ალბათ და სხვა გადაცემებში ვისაუბროთ ამაზე და თუ დაინტერესება იქნება რა თქმა უნდა მეტრეველების გვარიდან ეს იყო სულ რაც უნდა მეთქვა თქვენთვის ჩემო მეგობრებო მე ძალიან დიდი მადლობა მინდა გითხრათ ყველას იმ გულისხმიერებისათვის რასაც თქვენგან მე გძნობ ძალიან თბილი სიტყვები და ძალიან რა ვიცი აბა მიყვარხათ ყველანი დიდ პატივს ვცემთ ყველას მიყვარხათ იმიტომ მიყვარხათ პირველ რიგში რომ გიყვართ თქვენი საკუთარი ფესვები გიყვართ თქვენი წინაპრები გიყვართ ეს მაბედნიერებს და ეს იმის მაძლევს რომ ჩვენ მომავალში დავიწყებულები არ ვიქნებით არც ერთი და ამიტომ ძალიან დიდი მადლობა ამისათვის წინა გადაცემაშიც გითხარით ჩვენი მაყურებელთა 38% ახალგაზრდა თაობა
ეს სტატისტიკა მაჩვენა ეს ყველაფერი და ეს ძალიან მიხარია რომ ახალგაზრდები დაინტერესებულები არიან თავისი წინაპრების ისტორიით და თავისი ფესვებით არიან დაინტერესებული. მოკლედ ჩვენ გახლავართ სამეფო კლუბის ტელევიზია არ შეგეშალოთ ძალიან ბევრს ეშლება და მინდა ყველას გასაგონად სამეფო არხი არა ვარ ჩვენ ვართ სამეფო კლუბი და არა სამეფო არხი. სამეფო არხთან არანაირი შეხება და ის არა გვაქვს, კავშირი არა გვაქვს, ჩვენ ვართ სამეფო კლუბი. სამეფო კლუბი არ არის პარტია, ეს არის კლუბია, გაერთიანება არის, ესე იგი ერთი იდეის ირგვლივ გაერთიანებული რაღაც ორგანიზაცია, რომელიც ესე იგი ჩვენს იდეოლოგიას, ანუ მონარქისტული იდეოლოგიას, ესე იგი ვცდილობთ გავავრცელოთ და ადამიანებს ჩაუნერგოთ ის, რომ მონარქია ცუდი არ არის. აქედან გამომდინარე, თუ გაინტერესებთ ჩვენი გადაცემები, თუ გაინტერესებთ საკუთარი გვარი და გაინტერესებთ მონარქიაზე საუბრები, გამოიწერეთ ჩვენი არხი. საქართველოს სამეფო კლუბის არხი, YouTube ტელევიზია, ლევან ბერაიას საავტორო გადაცემა საქართველოს ისტორიული გვარები. მადლობთ ყურადღებისთვის. 3000 წელს მეტი გიცხოვრიან როგორცერსა ერსა ჩავდღეს მოსწრები ვართ მაგრამ ერსას ბედნი ერსა ვიმღერია კიდეც ვიმღერია